არა გცივა დედიკო არა სიცხე გაგჭენდა ეხლა იმიტომ გეჩვენება რომ გცივა დედო უკვე 3 წელია 13 წლის ნიკა კისიევს სიცხე აქვს ეს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლის შედეგია ნიკუშა ვერ დადის ვერ გდება წელს ვერ იჭერს თავს ვერ იჭერს მას 13 წელია საკვები არ დაუღეჭია და ორივე თვალით ბრმა არის ნიკას დედამ ჯანდაცვის სამინისტროს იმ წამლებით დახმარებას თხოვა რომელიც ბავშვს კრუნჩხვების განიცავს ეს მედიკამენტები ფსიქოტროპულია. წერილში, რომელიც მან პასუხად მიიღო, წერია, რომ სამინისტრო ავადმყოფს ამგვარი მედიკამენტებით ვერ უზრუნველყოფს. მძიმე სენთან ბრძოლაში ოჯახმა ყველაფერი გაყიდა. დღეს ნიკა კისიევი დედასთან და 2 ბიძაშვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. სიღარიბის ზღვარზე მყოფ ცერებრალური დამბლით დაავადებულ არასრულწლოვან ბავშვებზე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ზრუნავს. აქ განმარტავენ, რომ ნიკა კისიევის ოჯახი იღებს სამედიცინო დაზღვევას და სარგებლობს მერიის შეთავაზების პაკეტით, რომელიც კომუნალურ გადასახადებზე ვრცელდება. აღნიშნული ოჯახი სიღარიბის ზღვარსქომოდ ყოფილი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 2007 წლის თებერვლის თვიდან რეგისტრირებულია. ბავშვი იღებს 70 ლარის ოდენობით პენსიას და 22 ლარს ასევე დახმარებას, რომელიც გულისხმობს ბავშვობიდან ინვალიდი ბავშვებისათვის არის დანიშნული. დახმარება, რომელსაც ნიკა კისიევის ოჯახი სახელმწიფოსგან იღებს, მის კვებასა და ყველა საჭირო წამლის ყიდვას არ ყოფნის. ამ დახმარების გარდა ბავშვს ავერსისგან და მისი შვილობილი სადაზღვევო კომპანია ალფასგან 100 ლარიანი ვაუჩერიც აქვს. ნიკას დედა ნონო ლეჟავა ამბობს, რომ ვაუჩერის გარდა ყოველთვიურად კიდევ 165 ლარი სჭირდება მედიკამენტებისთვის, რადგან დაზღვევით გათვალისწინებულ წამლებს შორის არ შედის ფსიქოტროპული აბები. ალფაში განმარტავენ, რომ მსგავსი მედიკამენტების გაყიდვა სპეციალური ლიცენზია სჭირდება, რომელიც მხოლოდ ფსიქოტროპულ აფთიაქებს აქვთ. ამავე დროს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდებათ, რაც სადაზღვევო კომპანიისთვის წამგებიანია. გადაჭრის გზა არის მაინც გარკვეულად სახელმწიფო პროგრამების, ასე თქვათ, ჩართვა აი ამ კუთხით, რომ ის ლუფტი რაც არის დარჩენილი, რომ ამოისოს როგორც თქვა, იგივე კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს და ასევე მთელი საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგად. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე განმარტავს, რომ კანონი ჯანდაცვის სამინისტროს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის პენსიის დანიშვნას ავალდებულებს. ცალკე კანონი ცერებრალური დამბლით დაავადებულ ადამიანებს არ ეხება. ამავე დროს მთავრობა მუშაობს უნარშეზღუდულ ადამიანთა საზოგადოებაში რეაბილიტაციის პროცესზე. ვიცი, რომ ასეთ ბავშვის მოსავლელად რა თანხაა საჭირო. ჩვენ ვიცით რა ხარჯებთან გვაქვს საქმე. რასაკვირველია, სამწუხაროდ სახელმწიფოს ჯერ არ გააჩნია იმის საშუალება, რომ გადაუნაწილოს თანხები თქვათ ასეთ ოჯახებს. რა თანხა დაუჯდება სახელმწიფოს წლის განმავლობაში ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, ოთარ თოიძე ვერ აკონკრეტებს. ზუსტი მონაცემები თუ რამდენ ბავშვს სჭირდება საქართველოში ნიკა კისიევის მსგავსად ფსიქოტროპული წამლებით დახმარება არ არსებობს. პასუხი ამაზე არც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს და არც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს. ვიდრე პარლამენტი, მთავრობა და სადაზღვევო კომპანიები ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, ნიკა კისიევი ისევ ქველმოქმედების და დედის იმედია. ბავშვის ოჯახში ამბობენ, რომ დღევანდელ დღემდე მათ თავის სწორედ კეთილი ადამიანების წყალობით მოიტანეს.